სასურსათო პროდუქტების პარალელურად მთავრობა საწვავისა და მედიკამენტების ფასების რეგულირების პროცესს იწყებს. წინასწარი მოკვლევით ხელოვნური ფასნამატის შემთხვევები გამოვლინდა. სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებებმა სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებიდან ფასმდგენელის შესაბამისი დოკუმენტების მოგროვება დაიწყეს. რაც დაადგენს გამოძიება და რა ვადაშია მოსალოდნელი მოსახლეობამ ხელშესახების შედეგი იგრძნოს. ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიმსჯელოთ ფასების დარეგულირების შესახებ მთავრობის წამოწყებაზე კვირას 8 საათზე. ის რაც უკვე არაერთხელ გვინახავს, რადიკალები ნულოვანი რეიტინგით კვლავ ცდილობენ საკუთარი გაერთიანება საზოგადოებას გამარჯვების ახალ ფორმულად შეასაღოთ. პროცესების რადიკალიზაციის მსურველთა მაშოლი რგოლი კი ისევ პოლიტიზებული NGO სექტორია, რომელიც მორიგ სკანდალში გაეხვა. მართველი გუნდის მოლოდინით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოტაჟ წერტილს ევროპული სასამართლო დაუსვამს, სადაც საიას და 11 ფიზიკური პირის სარჩელის განხილვა დაიწყო. უფრო ვრცლად რადიკალების და მათი NGO-ების ანტისახელმწიფოებრივ თამაშებზე მოგვიყვებით კვირას 8-ზე იმედის კვირაში. ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც რადიკალებმა და მათმა მედიებმა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ძალადობრივი აქციებისას დაკავებულების ოჯახებს მოუწყვეს. რატომ შეუქმნა ოპოზიცია მათ სრულ-მოლოდინი, ვიყვებით კვირას ზუსტად 8 საათზე. ცეკვავენ ვარსკვლავების გამორჩეული სეზონი და საოცრად შესრულებული კინტაური. გაგაცნობთ ცეკვის ავტორებს და ერთად ვნახოთ, როგორ გულშემატკივრობს მათ ქუთაისი. ძალიან მაგარი მოგება ოქროს ხიდების ტური. უშამაც. ცეკვავენ ვარსკვლავები. 22 საათზე. აკრობატიც ყოფილ ხარ? გოჩა, come on man, მაღლა უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე დაბლა. სხეულის მოძრაობის გულწრფელობა. გრძნობდი რომ აკეთებდი მაგ დროს იყავი პრეზენტ. კაცი ქალი შვედივად გამოიყურებოდი. ჩაჩას უფრო ჩიკი თეთრები სჭირდება. აი ეს არის ჩემი შექმნილი. უნდა ყოფილიყო ერთი სუნთქვა და გოჩას არ უნდა ეფიქრა არაფერზე. პირობას გაძლევთ რომ შემდეგ ტურში ყვები ჩამოგივარდებათ ისე იმედია. უშაბათს 22 საათზე. ოქროს ხიდების ტური ჩვენს ეთერში. ცეკვავენ ვარსკვლავები. იმედზე. პრემიუმ სერიალების წარმოდგენია სამშენებლო კომპანია ანაგი. ვაშენებთ 1999 წლიდან.